მშვიდობისა ჩემო ძირფასებო. მე თორა ლამაზი მზემანა თუ სახეზე არ მეგონა თუ გავიღიმებდი. ახალი წლები ახლოვდება. სიხარული ჩემს გულში იზრდება, ჩემს გარშემო და საერთოდ სიხარული იზრდება და ჩემს ოჯახში ადამიანი, რომელსაც არ უყვარს სიხარული, მასში იზრდება რაზი, კონფლიქტი, სურვილი. და ეს დღეები არის ჭიდაობა. ჩემი სიხარულის დართმევისთვის. ეს დილაც ეგრე დაიწყო. და როცა ვცდილობ ხოლმე, რომ ამას შევხვდე, როგორც კლდე ტალღას. ეს ყველაფერი გაივლის ხოლმე. ისეთი განცდა, მაგრამ თითქოს მაინც ამართვეს სიხარული. მე ვცდილობ ხოლმე დავიბრუნო, მაგრამ ეს არ შვებს. ზოგჯერ დარჩეს სევდაში. იმისთვის, რომ სევდა გავიდეს. თუ რამე გიჭირს ცხოვრებაში, იცოდე, რომ მარტო არ ხარ. და იცოდე, რომ საბოლოოდ შენზეა დამოკიდებული. ყველაფერი როგორ იქნება. შენს აღქმაზე, შენს ქცევაზე, შენს ფიქრებზე, შენზე. ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი. ასე, ეხლა უნდა გავიგე უშუალებელი ჭიქა, თბილი ჩაი, იმიტომ რომ რაც უფრო გარეთ სიცივეა, მით უფრო სიცივე დგება ჩვენ სახლში. ვერაფერი ვერ ათბობს ჩვენ სახლს. 18 გრადუსია მაშინ და მაღალზე გვაქვს გაწეული გათბობა. და ვიხდი ბევრს გათბობის გადასახადს. ასე. ესენი არიან ჩემი სიტკაპოები. ეხლა შემდგომაზე ვიჭირთ ჩაი. და ეს რაც მე ძალიან მოხმარი კონსატარი. რომელიც ისე გამაგრდა, რომ მოდი შევჭა. მოცდარ ვაგრამი. აუ, არა. ყოსავინთა. ეს უფრო დიდი. შენ ავიღოთ. ამაში კომპოსტოები უნდა ტრაკ გავიგეთო. ეს გამოვხდოთ. საჭმელების გამზადების დღები იწყება. ესე იგი ფრჩხილები კიდე მოვიჭერი. ახე. რომ ამოდის ის აი
რაც გათხელებულია. მე ცუდად ვიტყდება, ამიტომ როგორც კი ამოდის ვიჭრი. იზრდება ჩემი ფრჩხილი. აჰა. ახლა. ტრატ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 ა. ხახვი მომა მოვდივარ. ჩემი კარგი დანა, სად არის? აი, სად არის? ჩემი კარგი ძრიანია, ბანანია. ვაი, მე გარეთ დამრჩა მაიმუნი კატის კნუტი. კატის კრუტი. შენ ახარ მაიმუნი კატის კრუტი. ეხლა რას ვაკეთებ? პირველ რიგში ვაკეთებ მაწვნის სუპს. მერე შემდეგს გავაკეთებ ჩაშუშულ კომბოსტოს. და მერე ტოლმას გავაკეთებ. ტოლმის თვის ფოთლებს გავაცლი კომბოსტოებს. არა. ჯერ ტოლმისთვის გავაცლი კომბოსტოებს, იმიტომ რომ დამრჩება იქაც კომბოსტო და იმასაც ჩაშუშულში გავუშვებ. ხო და მოკლედ აი ესე. სად აძვრები? სად? იქ რა გინდა? აბა გადი იქიდან. ფო. აბა საი რა მოხერხებულად ჩაყავი სანაგვეში პირი. თოკო. შენი კატა გარცხვენს. წყალს და გასხავიცო. სადა მოხვედი? შენი კატა გარცხვენს და თავს გჭრის. ტრიუკები ისწავლა სამარცხვინო. აი აქ შეძვრა, ეხლა გაჩვენე. გავაკეთებ კატას ეხლა. შეძვრა და გაჩვენებ ეხლა რაც ქნა. ნახე. აი აქ შეძვრა და აი აქედან ჩაყო აქ სანაგვეში თავი. აი ესეთი უსინდისო კატა გყავს. ხო შენზეა საუბარი, სხვა არავიზე. შენ. კი, შენ. ოცნებების ასრულების წელი იქნება. არ ვეცადე. კარგად ყოფნას და თავისთვის დამბრუნდა. თავისით. მე მაწვნის სუპის ჩემი ვერსია მაქვს. მაშინაც კი როცა ვაკეთებდი, ანუ ისე რომ დიეტა საერთოდ არაფერ შუაში არ იყო, მაშინაც კი მე მაწვნის სუპის ჩემი ვერსია მქონდა და სტანდარტ ვერსიას მე არ ვაკეთებდი, ასე რომ არ გადაირიოთ, რა ვიცი, ვისაც გადარევა გჩვევიათ სხვებისგან სხვაებულ რეცეპტებზე, მიიღეთ მშვიდად. წინასა. იმიტომ რომ რაც აი ამ რეცეპტებზე ჩხუბებია ხოლმე სოციალურ ქსელებში, მე არ ვიცი. ესე. ეხლა ეგ უნდა მოვშუშოთ. ესენი გასავით. ეხლა ეს უნდა მოვშუშოთ. ნახეთ. აი ამ ქვაბში. ეს არის ყველაზე კარგი ქვაბი საშუალო ქვაბში. ყველაზე მეტად რომ მიყვარს ეგ. აი. ჩესოთ.
ეს იქნება ჩემი მაწვნის სუპის ვერსია. კბილებოდა, კარგებოდა, ძვირფასებო. ოცნებების ასრულების წელი იქნება. ბავშვებო, ბავშვს მიაქციეთ ყურადღება. მუშაობს ბოლომდე, ანუ 30-ის ჩათვლით. ხო. ესე. ეს პრინციპში აღარ დამჭირდება. ესე. ძალიან მალე გამზადდება ახლა ეს. აი, პატარა კარაქიც ავიღოთ. აი, კარაქი გამთავებია. ნახევარი კარაქი იყო. გამთავებია. აი, კარაქს ვეღარ ავიღებ, იმიტომ რომ ის ნამცხრისთვის მოკნაყი იყოს კარაქის გარეშე. ეს. არ დაუხდება ესეთ სუპებს, ხო იცით რაღაცა კარაქის არომატები. აი. აუ, ქმარილი ვიღაცამ წყალი ჩაასხა და ჩაქავებულია. ის ჭირდება, რაც ჩვენ. ანუ საკვების რეგულაცია. მაწონი მინდა 9 ლიტრი აგერ. აუ, კამავს უნდა, მაგრამ კამა არა მაქვს. კამა უხდება ძალიან. ეს რაღაცებს კამა უზომოდ უხდება. აი, ამ იმაში ქვაბში ყოველთვის დავაკვირდი, რომ სუპებს და რაღაცებს რო ვაკეთებ, ყოველთვის რო ვასხავდებ წონი იმას ქვეზეც, ყოველთვის 18 გრამი გამოდის ხოლმე. ანუ მე ხო ბევრზეც არ ვაკეთებ ისედაც და აი რამდენსაც მე ვუკეთებ 18 გამოდის ხოლმე აი ესე თვალისწინებით რა. ველოდებით რომ ეს ჩაითუშოს. ამ ხელზე მაქვს ძალიან გაუბედურებული ფრჩხილები მარჯვენაზე, განსაკუთრებით საჩვენებელი და შუა, ანუ ყველაზე მეტად რომ ეს ტრამვირდებოდა ხოლმე რა.
როცა ხახვი გამჭვირვალე გახდა, ვამატებ მართლა. ამოვიღოთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი. გვინდა გასათქვეფი, აგერ და წყალი. გავხსნათ, რომ არ იყოს ისინი ეგრეთ წოდებული კამოჩიკები. მე სუპები დიდად არ მიყვარს, ხო იცით და ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სუპია. აი ესე. დავამატოთ ხა წყალი, ავავსოთ. ჩიხით მასავით არის რა. იმის გარეშე. ქათმის ნახარშის გარეშე. რაღაც, გავს ეხა მთლად არა, მაგრამ გავს. ცოტა ნიორი დაფქული უნდა დავამატო. რა უხდება. და მე კიდე არ გამიკეთებია ისა. ესე, ის უნდა კამარი, რომელიც არ მაქვს და ეხლა მარტო კამისთვის, რა ვიცი, მეზარება ცოტა. და პაპრიკა მოუხდება ცოტა. გამითავდა ეს პაპრიკა, აი ცოტა შევამატებ ფერისთვის. ესე. ესე და კვერცხი. აქ არის გუში რო ვიყიდე. ეს იყო ჩალეწილი 2 კვერცხი. ჩალეწილი 2 კვერცხი. აი აქ. ოღონდ ეს უკვე ბოლოს. ახლა მაილი დავუმატოთ. უმარივო არაფერი არ ვარგა. არც ადამიანი. არც დიდი, არც პატარა, არც სუპი. ეხლა რას ველოდებით? კონსისტენცია რო შეექმნას რა, ხო ხდები? всё. ასე.
ცოტა სიცხარეც უხდება ამას. ცოტა წიწაკასაც დავამატებ ბოლოსკენ. არის. ეხლა შემიძლია აქეთ უკვე თქვენ აგიყვანოთ. აქეთ დავდგა ქვაბით წყალი და ტოლმის ფოთლების გარჩევა დავიწყო. თანადროული ქმედება. ორი უზარმაზარი ისა მაქვს. კომბოსტო პატარა ქვაბებში დავაკვირდი რომ სულ გადმოდის მერე უნდა ისაცოდაო რაღაც და მე დიდი ტოლმებს ვაკეთებ დიდი კომბოსტოებით პატარებს არა და იქიდან გამომდინარე ქვაბის შესაფერისი უნდა აი მე რა დღეშია კამფეტის იმით თამაშობს შეფუთვით ბევრი კი არ ჩავასხე წყალი ну ნორმალური რა არ დაიწვანინი. აჰა. აი რა კაია, აბა ამას პატარა როგორღარ შეიძლებოდა, ნახეთ. აი